გასულ თვესთან შედარებით საარჩევნო გარემო გაცილებით დამძიმებული ასეთია წინა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით კოალიცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების შეფასება ორგანიზაციამ წინა საარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, საანგარიშო პერიოდში, რომელიც 4 მაისიდან 4 ივნისამდე პერიოდს მოიცავს, წინათვის მონიტორინგის შედეგებისგან განსხვავებით მეტი ხარვეზისა და დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10 შემთხვევა, მუქარისა და ზეწოლის 9 შემთხვევა, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშწორების 2 შემთხვევა, ჟურნალისტებისათვის საქმიანობის ხელის შეშლის 4 შემთხვევა, არასამთავრობო ორგანიზაციის სადამკვირვებლო საქმიანობის ხელის შეშლის 2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა. ჩვენს ანგარიში გვაქვს სერიოზული შეკითხვები ამ გადაწყვეტილებების სამართლიანობასთან დაკავშირებით და ვთვლით, რომ ეს პროცესები არ დასრულებულა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს, გვაძლევს იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რომ მთელი რიგი საკითხები და ბრალდებები არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ხშირ შემთხვევაში ფაქტები ურთიერთგამომრიცხავია, ან არ ეყრდნობა რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს.